მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. წინა ვიდეოთი მოგილოცეთ, საკმაოდ საინტერესო ვიდეო შემოგთავაზეთ, მაგრამ ამ აღდგომის დღეებშიც დაიდროპა ძალიან საინტერესო სიახლე. კონკრეტულად დღეს დილით ტრამპი გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინისგან არც მეტი, არც ნაკლები ყირიმის აღიარებასა და ნეიტრალური ზონის შექმნას მოითხოვს. ეს ტრამპის გამოსვლა არის კორელაციაში, გახსოვთ მე რომ ვიდეო ჩავწერე ტრამპის უკანვინებით განან მეთქი და რა არის მათი მიზანი უკრაინაში, რომ უნდა შექმნას ბუფერული ნეიტრალური ზონა და ახალი ისრაელი. აი მაგაზე ვაპირებ დღეს მე ვიდეოს ჩაწერას, საკმაოდ საინტერესო ანალიზი მინდა შემოგთავაზოთ, ასევე რა არის დიდი ისრაელის იდეა, რომელსაც ჩვენ ტაკერ კარსონთან და ჯეფრი საქსთან ერთად მოვისმენთ, ამერიკელი პოლიტოლოგისგან, ამერიკელი ჟურნალისტისგან. ასევე დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, გაუზიარე მეგობრებს, შეგიძლია გამოყვე ინსტაგრამზე, რომლის ლინკი აღწერა შემითითებული, სადაც ყოველდღიურად ძალიან აქტიური ვარ და შეგიძლია გაკეთო დონაცია და დაეხმარო არხს განვითარებაში. ეხლა მოკლედ რაშია მეგობრებო საქმე. ტრამპი უკრაინისგან ყირიმის აღიარებასა და ნეიტრალური ზონას შექმნას მოითხოვს. ეხლა მე თქო უნდა გაგიმხილოთ პატარა საიდუმლო. ეს ჯერ კიდევ როდესაც ომი იწყებოდა, მაშინ გაჩნდა ეს თეორია, რომ ზელენსკი მოყვანილია იმების მიერ, ებრაელების მიერ დასმულია, მიზანი ის არის, რომ ქვეყანა უნდა არიოს. გახსოვთ ხო ეს თეორიები და ეს საკმაოდ ბევრი ადამიანი საუბრობდა, უბრალოდ ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობდა მაგის შესახებ მაშინ, მაგრამ გამოიკვეთა ესეთი საინტერესო კონტურები, რომელსაც ახლა მე თქვენ განახებთ გრაფიკული გამოსახულებით. მეგობრებო, The map of heavenly Jerusalem and Ukraine. ზეციური იერუსალიმისა და უკრაინის ახალი რუკა. მეგობრებო, ჩემს თქვენს წინაშე და ჩემგან ხელმარჯვენით წარმოდგენილია მიახლოებული ბუფერული ზონა, რასაც ჯერჯერ აი ხა უყურეთ, ნახეთ. დაწყებული ოდესა, ხერსონი, ზოპოროჟიე. და დააკვირდი და ეგ დეტალებს, ეხლა უყურეთ. კონტურები, რომლებიც ამჟამად დონეცკი, ლუგანსკის შემადგენლობაში არიან, ოკუპირებული რომელი ტერიტორიებიც არის, ხო? მაგას დამატებული მთლიანად მოლდოვამდე და მთელი ეს რა ქვია, ოდესის სანაპირო, ანუ მთლიანად ზღვაზე გასასვლელი რაც უნდა კონდეს, იგეგმება აქ ნეიტრალური ზონის შექმნა, ანუ სადაც არც რუსეთი იქნება იდეაში და არც ამერიკის შეერთებული შტატები, ეს ამ თეორიის თანახმად. და ტრამპის ეს განცხადება, მეგობრებო, აი ეს განცხადება, ხო, რომ უკრაინისგან ყირიმის აღიარებასა და ნეიტრალური ზონის შექმნას მოითხოვს, არის იმდენად პრორუსული, რომ თვით აი პუტინსაც რო არ უთქვია. აი პესკოვი რო დიმიტრი პესკოვია და ლავროვი რო ლავროვია, მე მგონი მაგათაც არ უთქვია. ხა ამერიკის პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ყირიმი უნდა აღიაროს უკრაინამ. ანუ ზელენსკის აქ ნათქვამი, რომ ყირიმს არ დავთმობთო, ჩვენი სიცოცხლის ფასათო და მთელი აქ ფილოსოფიები იყო, ხო, სამხედრო დოქტრინები და რავი თავ შევაკლავთ და ყირიმის ხიდს დავბომბავთ და მიწასთან გავასწორთ, მაგრამ ჩვენ მივიღეთ აი ესეთი შედეგი რა. რაც სოციალურ ქსელებში და ინტერნეტში გავრცელდა, რომ ამ ტერიტორიაზე მომავალში იგეგმება ახალი ტერიტორიის გაჩენა საერთოდ, ანუ ეს არც უკრაინა იქნება, მეგობრებო, არც რუსეთი. ეს არის თეორია, ხა მე რასაც თქვენ გავცოთ, ეს უეჭველი ფაქტი კი არა ჯერჯერობით. ეს არის საკმაოდ საინტერესო თეორია, რომ ზელენსკი არის მოყვანილი ამათ მიერ, რომელიც აკეთებს რუსეთის საქმეს, იმიტომ რომ ის ხალხი, რომლებიც ზელენსკის დავალებას ეხება, ზელენსკი რო დღეს ცოცხალია და ზელენსკის არავინ არ კლავს, როგორ ჯოხარ დუდაევი მოკლეს, ხო? ყურმილზე საუბრო, ტელეფონით ააფეთქეს ეხა და ზელენსკის მოკლა არა გახდა, ხო? ის ხალხი მეგობრებო, რომლებიც აქამდე ფიქრობდით, რომ სინამდვილეში აქ ბრძოლა მიდის რაღაცა რუსეთის აღმოსავლეთ რაღაც რუსული მიწების დასაცავად, იქ უკრაინა პატრიოტულად იბრძვის და სინამდვილეში ეს ყველაფერი არის შეთანხმებული. მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, აი თქვენ ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ. ამ ომის შემდგომ, არ ვიცი ეს ომი როდის დასრულდება, ეს ტრამპმა კი არასდროს არავინ არ ღმერთმა უწყის. მე გეუბნებით, რომ ზელენსკი გაიქცევა მოსკოვში. აი პირდაპირ გეუბნებით, ძალიან დიდი შანსია, რომ ზელენსკი თავში აფარებს მოსკოვს. რადგან ის იქნება უარყოფილი ამერიკელების მიერ, უკვე არის. მერე გახდება ევროპელებს მობეზდებათ, უკვე ევროპელები უარყოფენ. ჩინეთში მაგას არ ჩაესვლება, ევროპაში მაგას არ ჩაესვლება, ამერიკაში და სადარჩა რუსეთი. და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ესე ტერიტორიას, რომელიც არის გლობალური გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, ახალი იერუსალიმი, ახალი ისრაელი და სადაც დასახლებული ძირითადად იქნებიან როგორც პოლონეთში იყვნენ ებრაელები. ხო გახსოვთ? ზუსტად იგივენაირად მოხდება ამისათვისება. აი ეს თეორია ხა უყურეთ, მოდი გადავიდეთ ხა ტაკერ კარსონსა და ჯეფრი საქსზე. ჩემი თუ არ გჯერათ სმაუდა.
თუ მე ამ ყველაფერს ახლა რაღაცა პროპაგანდაა და რაღაცა, მოусმინოთ ჩემზე მილიონჯერ კომპეტენტურ ადამიანს. No, we're going to have Greater Israel and we're just going to bash anybody that doesn't like it. What is Greater Israel? Greater Israel means either that Israel controls not only its geographic territory. მოდი დავიწყოთ თავიდან. დიდი ისრაელი არისო, თანამედროვე ახალი მსოფლიო წესრიგის მიზანი. ტრამპის უკანვინებისგანან, ხო? დიდი ისრაელი მოიცავს, ტაკერ კარსონი ეუბნება, რომ რას ნიშნავს დიდი ისრაელის იდეა? დიდი ისრაელი ნიშნავს, რომ როდესაც ისრაელი აკონტროლებს, მოსმინოთ? But that it essentially controls or annexes the West Bank. ანუ ძირითად შემთხვევაში West Bank-ი არის პალესტინის დასავლეთ სანაპირო. The Golan Heights. გოლანის მაღლობები. Which they've just enlarged. Gaza and Gaza თავისთავად აღმოსავლეთ იერუსალიმი. So everything that was captured in ყველაფერი არის რაც დაკავებული ქონა 1967 წელსო. 1967 Netanyahu explicitly said we're never giving that back. ნეთანიაჰუმ ხაზგასმით თქვა რა ჩვენ არ ვაპირებთ ამ მიწების უკან დაბრუნებას. ეს არის აი ისრაელის ზრდა რო დაიწყო ხო? იქიდან რაც მანდატებით რაც ეკუთვნოდა ბალფურის დეკლარაციისთან ამღათ ხო ისრაელმა ხო გაეროფო გადასცა მანდატები და ისრაელმა ხო დაიწყო აბსოლუტურად ყველაფრის შთანთქმა იქ რას იყო religious zealots რელიგიური ზელოტები ეს არის მეგობრებო საკმაოდ საიმოდი აქ ეხსნით ზელოტები არიან იუდაური ერთ-ერთი განშტოება ეჭერ კიდევ ქრისტეს დროიდან მოდიან იმიტომ რომ მე ხანდახან რო საუბრობენ ხოლმე რომ აი და რო ნათლავენ რომ აი რაღაც ყველა ებრაელია მაშინ დამნაშავე არა მეგობრებო აქ თქვენ უნდა იცოდეთ ისტორია კარგად ებრაელებს თავის მხრივ საკუთარი სარწმუნოებიდან გამომდინარე ებრაელი შეიძლება ქრისტიანიც იყოს შეიძლება იუდეველი შეიძლება ზელოტი და შეიძლება რავი ფარისეველი ანუ ეს არის ანახეთ ებრაელი ყველაფერი შეიძლება აქედან იყოს და პირველი ქრისტიანები იყვნენ ებრაელები ხო ვიზეს ხადა ვინ იყო პირველი ქრისტეს მოწაფეები ებრაელები ხო ანუ მე არ მიყვარს ოდესაც ყველას ერთ ქვაბში ხარშავენ რომ აი მე რახან საუბრობ ამაზე რომ ქრისტიანი ებრაელები ის არ ქრისტიანი ებრაელები დღესაც არსებობენ და მაშინაც იყვნენ მაგრამ არ კონკრეტულად ზელოტებზე საუბარი მეგონა ზელოტები იყო ერთ-ერთი ექსტრემისტული სექტა იუდაური მიმდინარეობა იყო რა აი როგორც ახლა აი რავი ქრისტიანობას როგორც გამოყა იაჰოვას მოწმეები რა დაახლოებით ეგეთი იყო წამსი ცოტა ექსტრემისტული იყო ბევრად ექსტრემისტული იყო და მათი იდეა იყო ქრისტე რატო არ მიიღეს იცით მაგ იუდეველებმა და ფარისევლებმა რატო არ მიიღეს იცით რომ მათი იდეა ქრისტეს მოსulis იყო ის რომ მას დიდი ისრაელი უნდა შეეკანო ისრაელის მიწები რაც მასში რომის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა ხო უნდა გაერთიანებულიყო და რაც დავით მეფეს ქონა ის უნდა ყოფილიყო საკუთარ გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ სარტყელში და ამიტომ ვერ იცნეს ქრისტიანო ვერ ხვდებოდნენ ისინი იერემიას და იმას ვერ უსმენდნენ გაიგე წინასწარმეტყველები ეუბნებოდნენ რომ მესია უნდა მოვიდეს თქვენ გამოგიხსნა თქვენ და სათასასოფელი დაგიბრუნო და აბდათელი წინასწარმეტყველები მსაჯულები ამაზე საუბრობენ ხო მე ზოგადად ამაზე წიგნი მაქვს დაწერილი მესია აღწერაშია მითითებული ლინკი საბას ოფიციალურ საიტზე დევს ჩემი მიერ დაწერილი ძალიან საინტერესო ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებია რაც აღასულა ახალ აღთმაში იესო ქრისტემ შეგიძლიათ შეიცინოთ და წაიგითხოთ იმიტომ რომ ბევრ ამაში დაგეხმარება და ძალიან კარგი აპოლოგეტიკა და მადლობა ღმერთს რომ ამის შანსი მომეცა რომ ერთი წელი მუშაობდი და საბოლოოდ გამოუშვი და დაახლოებით 6 თვე რაც და შეგიძლიათ ნუ ლინკი აღწერაში უფრო დეტალურად გაიგებთ ამ ყველაფერს წერილობით სახით ხო და რა ხდება ამ ზელოტებს უნდათ დიდი ტერიტორიის რომელიც მოიერთებს ნუ პალესტინა თავიდან ბოლომდე აღარ უნდა ღაზა დასავლეთ სანაპირო დასავლეთ ეგვიპტე ირანის გარკვეული ნაწილები გოლანის მაღლობი რომელიც არის ლიბანისა და ისრაელისა და სირიის ტერიტორიაზე სირიის გარკვეული ნაწილი და ერაყის სამხრეთ დასავლეთი ნაწილი. აი ეს ტერიტორიები მოიაზრება დიდ ისრაელში, რომელიც ჯერ კიდევ დავით მეფეს დროს არსებობდა და ეს თეორია ეხლა რაც ჯეფრი საქსი ამაზე საუბრობს, ჯეფრი საქსი იყო ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე ამერიკაში და ეხლა სტამბოლში რო იყო ამის კონფერენციას მე მოусმინე მათი საუბრა რომ ამერიკელებმა და ევროპელებმა ქართულ პოლიტიკაში ცხვირის შეყოფა უნდა შეწყვიტონ. საკმაოდ კარგი ანალიტიკოსია და კარგი ისა და აი მოусმინოთ ახლა რა საუბრობს. I would use even stronger terms who use the book of Joshua which is აი მე რას თქვი book of Joshua 2007 წელს დაწერა ბიბლიაში და ბიბლიაზე well God gave us everything ხო რო ღმერთმა მოგცა ჩვენ ყველანაირი მიწები ეს ეყრდნობა წმინდა პირდაპირ წმინდა წერილს ეყრდნობა რომ ამბობენ ახლა ისრაელს სატო ეკუთვნის ეგ მიწაო ბიჭო პირდაპირ ბიბლიაში წერია ახლა მაგრამ ეხლა ცალკე ის თემაა ეხლა ხო რამდენად არ უნდა გახორდე უკვე ეგ სხვა თემაა უკვე მაგრამ ეხლა ისრაელს რო ეგ მიწა ეკუთვნის ნუ ეხლა ბიბლიაზე ავთენტური წყარო რა არის დედამიწა from the river in Egypt meaning the Nile to the Euphrates and ანუ ნახეთ ნილოსის მდინარებიდან ევფრატამდე იყო დიდი ისრაელი დავით მეფის დროს გადაჭიმული There are zealots in Israel დღესაც არიან ზელოტები ისრაელშიო და აქ მოიაზრებულია
ახალი მსოფლიო წესრიგი, რა თქმა უნდა, რომლებსაც ეს სურვილი აქვს, რომ აღადგინონ და ეს მარტო იმას კი არ მოიცავს, მეგობრებო, რომ აქ ისრაელი გახდება რაღაც დიდი. არა, არგენტინა. მილეი, მე ხო გითხარით, ებრაული წარმოშობის. არგენტინა, ახალი ისრაელი, უკრაინა, რუსეთის შორის ასევე ნეიტრალური ზონა, ასევე გახდება ახალი ისრაელი. ებრაელი რუსები და ებრაელი უკრაინელები. ჩვეულებრივად, რატო ზღვაზე გასასვლელი ოდესა და ხერსონამდე იდეალური, თან ძალიან ნაყოფიერი მიწებია უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი, კარგად შეურჩევიათ. აი ეს არეალობა. They're in the government who believe, yes, this is God's ordinance. ხო, აი დღეს ეს არის მთავრობაში ხალხი, რომელსაც ჯერათ, რომ ეს არის ღმერთის დანიშნულება, რის გამო ჩვენ ვარსებობთ. ხა მიდი და უმტკიცე, რომ ეგ არ არის. Going to take whatever we want. და ანუ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ისეო, რომ ავიღებთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის. და ეს მოიაზრება, მეგობრებო, ხა ტრამპს მიიყავს მაკეთკენ სოფლიო რა. ანუ მაკეთკენ ის კონკრეტულად ხო გითხარით ძმაო და პირდაპირ გითხარით. ტრამპი რო ხა დაალაგებს და იქ უკრაინა რო განწირულია პრაქტიკულად და დახმარების პაკეტი შეუშერა და სადაზრო ინფორმაციას აღარ აძლევს და იარაღი და აღარ ეხმარება, ინფორმაციით აღარ ეხმარება და საერთოდ არც мотиваციას არ აძლევს და მორალურ არაფერს საერთოდ. არის მიზანი რომ ჩამოყალიბდეს სოფლიოში ახალი დღის წესრიგი რა. აი, გაგიდიდებთ უფრო კარგად რომ დაინახოთ ძმაო. აი ეს არის თქვენი ზეციური იერუსალიმი და უკრაინა. აი ეს ტერიტორია კიდევ ერთხელ გამოვყვავთ და დაგანახებთ კარგად. ოდესიდან ლუგანსკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილამდე და აიქიდან არის სამხრეთის იქიდან აქვს შავ ხერსონი და გადაჭიმული ჩრდილოეთ ხარკოვამდე რამის. აი ეგ იქნება დაახლოებით ეგ ტერიტორია, სადაც დასახლდება ახალი ხალხი უკვე რა. ამას რა რეკონსტრუქცია მოხდება, ახალი ხალხი დასახლდება და რისთვის მოკრავდნენ უკრაინელი. აი რა არის მინძური პოლიტიკა მეგობრებო. ხვდებით? აი ეს აი რომ ოდიან ხა კიდე და ადამიანები ამ რაღაცების არჯერა, აი ფაქტები წინ გიდევს და აი ნარატივი აგერც მოვკაცმა თავისი პირით თქვა. ანუ ამაზე პრორუსული განცხადება საერთოდ აი პუტინს არ უთქვია, მე მგონი ყირიმი აღიარა, რომ რამის აი პუტინს რო პუტინია მაგისგან არ მახსოვს, ტრამპმა თქვა ყირიმი აღიაროსო უკრაინამო, როგორც დამოუკიდებელიო. და ნეიტრალური ზონა შეიქმნასო. აი თქვენი ნეიტრალური ზონა, ზოგ ფაქტებს გიდევ წინ. ეს გეგმა, ეს თეორია, რო დამცინოდნენ ადრე და შეთქმულების თეორიების გჯერაო და ხან ბლა ბლა ბლა, ხო? აი ფაქტები იდება ნელ-ნელა წინ. რასაც მაო აგერ ვამბობ, ყველაფერი ხდება. მე სანამ 20-22-ში, მე 20-20-ში ვამბობდი, რომ უკრაინა რუსეთს შორის ომი დაიწყებოდა. მე ეს თქვი ვიდეოს და მტკიცებულება, გადა რუსეთ-უკრაინის ომი ჩაწერეთ 4 წლის წინ დადებული, 4 კი 5 წლის წინ ამანი მე მგონი დადებული. მაგაზე ვსაუბრობ. მაშინაც ეს შერაზღაპრების გჯერა, რა ომი უნდა დაიწყოს, გავიდა წლები, აგიხდათ ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე ახდა რომ 2020-ში ომი დაიწყო. და ამასაც გეუბნებით, რომ ეს მიდის, მაგრამ ზელენსკი დღეს რო ცოცხალია, ზელენსკი დღეს რო სუნთქავს, არის იმის დამსახურება, რომ ზელენსკი ასრულებს ამად გეგმას. სხვა მეტი რამე ლოგიკური მიზეზი ზელენსკი რატო უნდა იყოს ცოცხალი არ არსებობს, მეგობრებო. მას ნენელა ეხაზება ეხა ამერიკელებისგან, მე ბრიტანელები უარყოფენ, მე ევროპელები უარყოფენ, მე ჩინელები უარყოფენ, რა გადარჩა რუსეთი დარჩა ერთი თავშესავა წავა მოსკოვში და იტყვის რომ აი ყველა მიმაგდეს, მატყუებდნენ რამდენი ხანი მიყენებდნენ მაომეს ტყუილად ნატოს დამპირდნენ, იმას დამპირდნენ, ამას დამპირდნენ და საბოლოო ჯამში მივიღებთ რას? ახალ ტერიტორიას, ახალი ხალხით. და 1949 წელიდან დაიწყო ისრაელის მიწების ათვისება და მათ უდაბნო რო ოაზისად აქციეს დღეს ებრაელებთან და ულამაზესი შენობები წამოჭიმულა თელ-ავივი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია სოფლიოში საერთოდ და ისრაელში საშუალო ხელფასზე ევროკავშირს არ დაისიზრება ისეთი ხელფასებია და ისეთი ცხოვრება ისრაელში, რა ვიცი მიიღებთ ეგეთ ტერიტორიას რა. მადლობა ღმერთს რომ ახალ სოფლიო წესრიგს საქართველოში ინტერესი არ აქვს, თორემ მე შემთხვევით გეკითხათ მართლა რუსეთი მოგენატრებოდათ მე. აი რუსეთი მოგენატრებოდა თქვენ არ იცით რა ამბები დატრიალდებოდა აქ. აქედან გავდივართ მივიღებთ ამ რეალობას. მშვიდობის სანაცვლოდ, აგერ ძმაო ნარატივი შეშვებულია და ტრამპს მიყავს აქეთკენ უკვე ის რა. და რა თქმა უნდა ეხლა ბატონო მე ხო განახეთ თქვენ ვიდეო ივანკა ტრამპის ქმარი ვინ არის, ათელსონები ვინები არიან, ეს დიდი ოჯახები არიან. ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მონაწილეობას იღებენ შეერთებული შტატების მმართველობაში, ხო პირდაპირ მე ვიდეო, ორი ვიდეოს წინ მიდევს ეგ ვიდეოს, მაგრამ შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ დეტალურად მანდ ვსაუბრობ. არავინ ტყუილად მთავრობაში ისე არ მოდის და არ მიდის. ეს არის ტყუილი. ყველაფერი არის შეთანხმებისა და გარკვეული მიზეზი. ტრამპი არის კარგი ამერიკელებისთვის, ცუდია პალესტინელებისთვის და უკრაინელებისთვის. ეგ აი არ არსებობს ადამიანზე რა ხა ტრამპის ტიპაჟი მევასება მაგრამ რა მე ზოგადად რა მისი მანერები ქმედები აი მე ბედესება ესე რომ თქვა რა ძალიან ექსტრაორდინალური და ეპატაჟურია მევასება ხო ხა საქართველოს ინტერესი საქართველოს მის ინტერესში შედის როგორც საერთოდ არ შედის ანუ ბაიდენის ადმინისტრაციას ტრამპი მირჩევნია იმიტომ რომ მას მშვიდობა სურს აქეთ ჩემ ტერიტორიაზე მე რაც უნდა მატარდებდეს
ბოდიში ხა ვიღაცები ვიდეოზე მიწენა ხა ამას პალესტინელები არ აინტერესებს. არ მაინტერესებს პალესტინელები, რატო იცით? მე არ მიხება საერთოდ. და იცით ვის უნდა კითხოდეს ყველაფერი? აი ეს ვის უნდა ვისთან უნდა გასაჩივროთ? აი ჩახვიდეთ ღაზაში ის ხალხი, რომლებიც ამდენი ხანი ჰამას ერთ ადგილს ულოკავდნენ და დამხობებს არ აწყობდნენ, არც მცდელობა არ ქონიათ რევოლუციის და თვითონაც გააზრებული რო ქონდათ, რომ ტერორისტები მართავდნენ ქვეყანას. დაიწყოთ აჯანყება და გაითავისუფლებინათ ამ ტერორისტებისგან. რასაც დათესავ იმას მოიმკი. მე რატო უნდა ვიდარდო? ის დარდობს შემზე? მე რატო უნდა ვიდარდო მასზე? რა თქმა უნდა, ცუდია ბავშვების ხოცვა და ცუდია ადამიანების ესა, რა თქმა უნდა, ამას ჩემი თქმა რა თქმა უნდა. ეს ისედაც ცუდია. მაგრამ ეხლა ცივი გონებით უნდა შეხედო ამ ყველაფერს რა. მე მაწყობს ტრამპი რომ ამერიკაში იყოს. იმიტომ მაწყობს რომ საქართველოს არავინ ეხება. და მე საქართველი ვარ და საქართველოს უნდა მადარდებდი. ისა ბოდიში ხა გრეტა თამბერგისნაირი რა მოსიარულე კრინჯი ჩერნობილი არ ვარ ეხლა ყველგან აქტივისტი ვიყო და პალესტინა შემოვიხიო მე ის უკრაინა არ მუშაობს ხო ხედავთ ანუ ამ დრომ აჩვენა რომ ეს ეპატაჟურობა ეს პროტესტი ეს აქციები უბრალოდ არ მუშაობს ფულიანი ხალხი წყვიტავს როგორ იქნება შედიხვალნელი დღე და შენ თუ გინდა ეს ფულიანი ხალხის დღის წესრიგი შეცვალო ან ძალიან ეშმაკურად უნდა გააკეთო ან ამაზე ვერ შეძლებ უბრალოდ შენი ყვირილით შენი იმებით პროტესტებით და იმით ვერაფერს აი ბზიკიც კი არ უფრინდებათ მათ საერთოდ გინდა ფრი პალესტინი იყვირე გინდა ისრაელი ამხილე როგორია გინდა ნეთანიაჰუ ამხილე გინდა პუტინი ამხილე გინდა ტრამპი ამხილე მნიშვნელობა არ აქვს და რაც ყველაზე მთავარია მინდა ერთ მნიშვნელოვან რამეს მივეჩვიოთ და ჩემგან ძალიან დიდი ესეთ ხაზგასმით ამ ყველაფერს ვამბობ ეროვნებით უსაზღურავთ ადამიანები როგორები არიან განსაზღვრეთ სექტა და მიმდინარეობა ებრაელები არიან კარგი ქრისტიანი ებრაელებიც და მე ვიცნობ მათ და მეგობრობ და დიდ პატივს ვსცემ არსებობენ ცუდებიც როგორც ამერიკაში არიან კარგი ტიპები ასევე არიან ცუდები როგორც რუსი შეიძლება იყოს კარგი შეიძლება იყოს ცუდი ქართველი ეგრე არა ქართველი შეიძლება იყოს კარგი შეიძლება იყოს ცუდი ანუ ყველა ერშია მეგობრებო ეს არავინ არა ვართ განსხვავებული ვიღაცისგან იმით რომ ეს ერი ესეთი სუფთა არ არსებობს ეგეთი ერი პირველი ებრაელები ქრისტიანების პირველი ქრისტეს იოსებ არიმათიელი ვინც ქრისტეს ხელი იყო ებრაელი ქრისტეს პირველი მოწაფეები იყვნენ ებრაელები ვინც პირველი ქრისტიანობა იქადაგეს იყვნენ ებრაელები პირველი საეკლესიო კრება ჩატარდა ისრაელში ნუ დღევანდელი იერუსალიმში ნუ დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე არ მიყვარს მე ესეთი რაღაცების ლაპარაკი ეს არის უტიფრობის ნიშანი ადამიანში და გაუნათლებლობის ოდესაც საუბრობს რომ ხალხო იუდეველებს ქონათ მრავალი სექტა მათ შორის ზელოტებზე ვისაუბრე ახლა ასევე იყვნენ ფარისევლები ესენესები არსებობდნენ კიდე რომლებიც იყვნენ ზოგი ცუდი ზოგი კარგი ზოგი ის ამიტომ არ მინდა მე რომ ეთნიკური ნიშნით ვიღაცას ეს არის ძალიან დიდი უმეცრების ნიშანი. თქვით რომ არსებობს მიმდინარეობები ძალიან ცუდი, სექტები ძალიან ცუდი, არსებობს გარკვეული სინდიკატები, რომლებიც ქმნიან კი ბატონო, გენასწავლეთ ჩემი და მოყვებით მაგ ყველაფერში და გავაკრიტიკებ ყველას, გინა ქართველი იყოს, გინა ამერიკელი, გინა ებრაელი, გინა რუსი, გინა იტალიელი, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე არ მიყვარს რადიკალურად ექსტრემისტული ისენი, რა ქვია რომ აი რა ხან ეხა ეს ვიღაცა ებრაელები მართავენ სოფლიოს, ამის გამო ყველა ეგეთია. არ ვამბობ მე მაგას. კარგი და ცუდი არის ყველგან. საქართველოშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც. შეეგუეთ ამას, რომ ეს არის სიმართლე. შენ მაგარი ტიპი მაშინ ხარ. როდესაც აი იმ ამერიკასაც, იმ რუსსაც, იმ ებრაელს, იმას შენ გამონახავს დიალოგს იმისათვის, რომ ასე შენ ესაუბრო. თორე დამტრევას, ჩხუბსა და ომსა და გინებას არაფერი უნდა. თავარი არის დიპლომატია, კონსტრუქცია და როგორ ეს ყველაფერი დაალაგო ისე, რომ შენი ქვეყანა არ არისო და შენი ქვეყანა შარში არ გახვიო რა. ამიტომ ეს თეორია არ ვიცი, აბა თქვენ რას ფიქრობთ ამასთან? თქვენ გექნებათ ამაზე არაერთი ვიდეო ვიცი მოსმენილი დეტალურად ისეც ასე, აი რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. რა პროგნოზი გაქვთ, როგორ წავა საერთოდ უკრაინის ბედი, იმიტომ რომ როგორც ტრამპმა ბოლოს თქვა, რომ ეს ომი თუ ესე გაგზელაო, ჩვენ საერთოდ ხელს ავიღებთო, ნუ ხელი აღებულია იმას ნიშნავს, რომ რუსეთს დაბრუნდა, შევა რუსეთი, გაწმინდავს საქაურობას და მე დაიწყება ახალი გეოპოლიტიკური თამაში უკვე რა. დაიწყება სხვა ხალხის ჩასახლება აქ და ეს როგორ და რანაირად მოხდება, მე გარანტიას გაცემ თქვენ ამას დაინახავთ, და მოისწრებით კიდევაც.